დილა მშვიდობისა. დღეს ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინს და ნვიდიას. ნვიდია გაიზარდა 3%-ით, ხოლო ბაზარი ძირითადად ბრტყელია. ირანის კონფლიქტი კვლავ შეშფოთებას იწვევს, თუმცა შესაძლებელია ცეცხლის კიდევ ერთი შეწყვეტა. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება გააუქმოს ბაზრები. გუშინ Google იყო ბინა. Alibaba დაეცა 2%-ით, Amazon-მა დაკარგა 1.8% და Apple დაეცა. ნავთობი 2%-ით დაიკლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო სიახლეებზე. მეორე მხრივ, Foxconn-მა 4%-ით მოიმატა. Foxconn-მა ქვემოდან ძლიერად აიბრუნა და უკვე დაახლოებით 20%-ით მაღლა დგას მის დაბალზე. ეს ქვედა დონე იყო კარგი ყიდვის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გაუშვი, ამიტომ ჩარტზე ვაყენებ გაფრთხილებას. Foxconn-ი 20%-ით გაიზარდა, მაგრამ მისი კოეფიციენტი მაინც დაბალია. კომპანია iPhone-ს აწარმოებს. Nvidia მოიგო 3%, Meta დაეცა 3%-ით, XM გაიზარდა 1.6%-ით და ბიტკოინი ოდნავ დაბალია. ბიტკოინი ვაჭრობს დაახლოებით $63,300. დაახლოებით 54%-იანი შესწორების შემდეგ ის ცდილობდა გასულიყო ამ დაღმავალი სამკუთხედიდან, მაგრამ ყოველკვირეული გარღვევა ვერ მოხერხდა. სტოქასტური მაჩვენებელი იკლებს. ყოველკვირეული RSI ასევე უფრო დაბლა მოძრაობს და ცქვის მომენტამ ისევ წითლდება. სანამ ყოველდღიურ სქემაზე გადავიდოდეთ, მოდით შევამოწმოთ ჩემი ბიტკოინის ინდიკატორი ბოტი. მისი გრძელვადიანი სიგნალი კვლავ მწვანე ყიდვაა. ყოველდღიურ ჩარტში ბიტკოინმა ვერ შეინარჩუნა თავისი ბრიაუტინგი. ის გადავიდა 65,000-ზე მაღლა და მიაღწია დაახლოებით 65,400-ს, შემდეგ უკან დაიხია 63,000-მდე და უარყვეს. მე დავგეგმე შესვლა 62,300-თან ახლოს, მაგრამ ამოხსნიდი. ამ შეკვეთას $60,000 ახლოს გადავიტანდი. მე განვიხილავ ორ კიბეიან ჩანაწერს ქვედა დამხმარე ზონის გარშემო, ვიდრე წარუმატებელი გარღვევის ყიდვა. ეს არის ორი გარიგება, რომელსაც განვიხილავდი. მე უკვე საკმაოდ დიდ პოზიციას ვიკავებ 2 მაისი ბიტკოინზე. ის გააქტიურდა ამ ფასის გარშემო, გადავიდა მოგებაზე დაბრუნების დროს და ახლა ისევ უკან დაიხია. ერთ ჩანაწერს დავდებდი 60,000-თან ახლოს, მეორეს კი 58,000-თან ახლოს. პირველი მაგალითი რისკავს დაახლოებით $400 და დაახლოებით $26,000 პოტენციური მოგებისთვის. მეორე რისკავს დაახლოებით $700 და დაახლოებით $23,000 პოტენციურ მოგებაზე. ეს იძლევა რისკისა და ჯილდოს თანაფარდობას 33-თან ახლოს. სამწუხაროდ, ყოველდღიური გრაფიკი უკან იხევს და წააგავს თავის დამხრების შაბლონს. გუშინ ჩემი შეკვეთა გააქტიურდა, ბიტკოინი დაახლოებით 64,400-მდე აიწია და პოზიცია მოგებაზე გადავიდა, მაგრამ რალი გაქრა. 4 საათიან დიაგრამაზე პოზიცია არის 2 ბიტკოინი, ბაზარი გადაჭარბებულია და ყოველდღიური მაჩვენებელი მისი დიაპაზონის შუა რიცხვებშია. ყოველდღიური სტრუქტურა კვლავ ჰგავს თავსა და მხრებს, მხრები, თავი და მხრები. ამან შეიძლება გამოიწვიოს 60,000 ან 58,000. ჩემი პოზიცია არის 2 მაისი ბიტკოინი. გუშინ მომგებიანი იყო, მაგრამ ახლა დაახლოებით $2,000 არის შემცირებული. 63,500-თან ახლოს შევედი. 64,400-მდე აწევის შემდეგ ბიტკოინი დაეცა 63,000-მდე, ასე რომ მე შეიძლება გავანახევრო პოზიცია. მე შეიძლება დავხურო ნახევარი და შევინარჩუნო ქვედა კიბეების ბრძანებები. ამჟამად მაქვს ერთი შეკვეთა 62,000-მდე და მეორე 60,000-მდე. თუ ბიტკოინი დაეცემა 60,000-მდე, ეს იქნება დაახლოებით $6,000 კლება წარუმატებელი გარღვევიდან. ყოველდღიური სქემა არ გამოიყურება განსაკუთრებით ძლიერი. შეიძლება ჩამოყალიბდეს თავისა და მხრების მკაფიო ნიმუში. თუმცა 4 საათიან დიაგრამაზე სხვა სანდო ნიმუშს ჯერ ვერ ვხედავ. ხარდაჭერა ჩანს 62,000-მდე. ჩემი შემდეგი ჩანაწერები არის დაახლოებით 62,000 და 60,000, თუმცა იმის გამო, რომ ჩემი ამჟამინდელი პოზიცია უკვე დიდია, განვიხილავ მათ დაბლა გადატანას და კიბეზე უფრო ფრთხილად დაშორებას. თავდაპირველად განვიხილავ შეკვეთების შეცვლას 61,000 და 59,000-ზე, $1,000 სხვაობით. შემდეგ განვიხილავ, პირველ ქვედა რიგის შევინარჩუნებ 60,000-ზე და შემდეგ სტავდებ 58,000-ზე.
I'll keep it 60 and then 59. მე ასევე შემიძლია შევამცირო მიმდინარე გარიგება. 2 მაისი ბიტკოინით 60.000-მდე გადასვლა გამოიწვევს თითქმის $6,000 ან მეტის ზარალს. გუშინ ბიტკოინი პირველად დაეცა 63,000-მდე. შემდეგ ის 64,000-ზე მაღლა აიწია, სანამ ისევ 63,000-მდე გაქრა. ფასი ცდილობს შეინარჩუნოს და 62,000 რჩება მხარდაჭერა. გადავწყვიტე პოზიციის განახევრება და დაახლოებით $1,000 ზარალის მიღება. ახლა ვამცირებ თანამდებობას. ჩემი შემდეგი შეკვეთები უფრო დაბალი იქნება 60,000 და 58,000. ასევე შევუკვეთავ ნახევარ ბიტკოინს 62,000-ზე. წარუმატებელი კარღვევის შემდეგ მე ვიღებ შეკვეთებს 62,000, 60,000 და 58,000, რათა აღვადგინო მხარდაჭერა. გარიგება მოკლედ მომგებიანი გახდა გუშინ, შემდეგ გაქრა და მე მივიღე დაახლოებით $1,000 ზარალი. მე მაინც მინდა დავამყარო ბიტკოინის პოზიცია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ფასი მხარდაჭერისკენ იკლებს. Samsung-ი 4%-ით გაიზარდა, ხოლო Nvidia 3%-ით. Nvidia მოიპოვა დაახლოებით 18% ბოლოდან და უახლოვდება ყველა დროის მაღალ წინააღმდეგობას $226 ახლოს. Nvidia ახლა ვაჭრობს დაახლოებით 33-ჯერ მეტი მოგებით, რაც მაღალი კოეფიციენტია, ამიტომ აქ ძლიერად არ ვიყიდი. ჩემი სასურველი პირველი შესყიდვის დონე დაახლოებით $189-ია. ყოველდღიური გრაფიკი იზრდება, მაგრამ ზედმეტად შესყიდული, წინააღმდეგობა $236 ახლოს. ჩემი დამატებების დონეებია $189 და $164. ყოველკვირეული გრაფიკი ჩნდება და მე ბიტკოინის პოზიცია გავანახევრე. დაახლოებით 63,300-ზე, ჩემი ბიტკოინის გარიგება ახლა არის 1.25 ბიტკოინის პოზიცია. მე მივხვდი დაახლოებით $1,400 ზარალს და დავტოვე შეკვეთები პოზიციის აღსადგენად. ბიტკოინი კვლავ მერყეობს დაახლოებით 58,000-დან 65,000-მდე, ამიტომ მჭირდება ამ დიაპაზონის უფრო აქტიურად გარიგება, ვიყიდო 62,000-მდე და გავყიდო 65,000-მდე. როგორც ჩანს, ეს არის მიმდინარე ნიმუში. ჩემი საშუალო ჩანაწერი არის 64,000-თან ახლოს, უფრო დაბალი შეკვეთებით 62,000 და 60,000. ნახოთ, როგორ განვითარდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ უფასო Telegram საზოგადოებას. Check 5 ივნისით გაიხსნა გრძელი პოზიცია Nvidia-ში Clash of AI-ნების მაგალითებში. ასევე განიხილება Unitary Robotics Apple-ს შესახებ. თითოეულ შერჩეულ მონაწილეს შეუძლია შეიძინოს 6,888 საფონდო კოდის 500 აქცია, დაახლოებით $11,000 ღირებულების. გარიგება ჯერ არ დაწყებულა. ბაზრის დებიუტის ზუსტი თარიღი არ არის დადასტურებული. Check 5 ივნისით ასევე გახსნა Ben ხანგრძლივი. საზოგადოება განიხილავს ამ გარიგებებს მაშინ, როცა ბიტკოინი, როგორც ჩანს, 62,000-მდე მოძრაობს. ქვემოთ მოცემულია ბმულები, მათ შორის Bybit ბონუსი, Wits აქცია და უფასო Telegram ჯგუფი. Elite Traders-ისა და Crypto Masterclass-ის ბმულები მოცემულია ქვემოთ. ეს არის ჩემი ბიტკოინისა და Nvidia-ს განახლება. მე შევამცირე ბიტკოინი წარუმატებელი კარღვევის შემდეგ, მივიღე მცირე ზარალი და დავტოვე შემდეგი შესვლა 62,000-თან ახლოს. ჩემი გრძელვადიანი გეგმა უცვლელია. საბოლოო ჯამში მინდა რომ ბიტკოინი წარმოადგენდეს ჩემი პორტფელის დაახლოებით 10%-ს, მაგრამ მაინც მჭირდება ბოლოს იდენტიფიცირება. არ მსურს ავაშენო მთელი ალოკაცია ძალიან ადრე და შევინარჩუნო 2 მაისი ბიტკოინი, ხოლო ფასი 63,000-დან 58,000-მდე დაეცემა. $5,000 კლება 2 მაისი ბიტკოინთან ერთად ნიშნავს თითქმის $13,000 შემცირებას. მე მირჩევნიაახლავე მივიღო მცირე ზარალი და ვიყიდო უფრო დაბალი, თუ ბიტკოინი დაეცემა. თუ დიაგრამა წარმოქმნის დამაჯერებელ ზრდას, მე დავამატებ პოზიციას. დავამატებ, თუ მკაფიო ზრდის ნიმუში გამოჩნდება. თუ სისუსტე გაგრძელდა, მე მაქვს შეკვეთები ქვედა მხარდაჭერაზე. ეს არის დღევანდელი განახლება. კარგ დღეს გისურვებთ და ხვალ გნახავ.